რას ფიქრობთ ამ ახალ ინიციატივაზე, ანაკლის სპორტთან დაკავშირებით? თავრობამ გითხრა, რომ ამჯერად ამბულად აშენდება პორტი, უბრალოდ იმის რომ ამდენი წელი გავიდა, ჯერ კიდევ 2016-ში დაიწყეს ამაზე საუბარი და 10 წელი გავიდა ფაქტობრივად, ახლა გვეუბნებიან რომ 2029-ში აშენდება, ოღონდ რაღაც ლენდროუდის პრინციპით და აქ ხელისუფლების იქნება მეპატრონე, კერძო მეპატრონე არ ეყოლება და ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი. რას ფიქრობთ ამ თემაზე? ბატონო მერაბ, თქვენ გისმენდით და საუბრობდით, რომ ეკონომიკურ ზრდაზე და იქიდან დავიწყებ, რომ სამტრედია გრიგოლეთის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის რომ ჩავარდა დიდი ხიდი, აი იმ ხიდის აშენებამ მთლიანი შიდა პროდუქტი გაზარდა. და ამაზე იტყვე, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდებოდა. ბევრჯერ აშენდება. და ბევრი წელი ის და მეორე დრო აშენდება ისიც და იმის ამოღებაც იმ ჩავარდნილის ისიც გაზრდის. ორმოები რო ვთხაროთ, ისიც გაზრდის. ორმოები რო ვთხაროთ და ქთამები რო ვიხადოთ და ჯიბეებში ჩაიტონოს ვიღაცებმა, ისიც გაზრდის. საკითხია როგორ იზრდება. ისეთ ხალხთან გვაქვს საქმე, რომ იტყვიან, რომ მათო არ უნდა თუ აშენდეთო ახლა ამ არგუმენტს, როდესაც თვითონ ჩააგდეს შეგნებულად ეს მშენებლობა და მე ვიტყვი, რომ მე მინდა რომ საქართველოს შენდებოდეს, მინდა რომ კარგად შენდებოდეს და რაც კეთდება, კარგად კეთდებოდეს. ეს იდეა, რომ სახელმწიფო მააშენოს ეს პორტი და შემდეგ ლენდლორდის პრინციპით გამოიყენოს, ვერ გაგვაბრუებს უცხო ახალი სიტყვით. ეს ეხერხებათ ახალი უცხო სიტყვის გამობრუებლის შემოყენა. ლენდლორდი ნიშნავს ქონების მფლობელს, რომელიც აქირავებს და ამ შემთხვევაში ისეთ რაღაც სპეციფიკურზეა მშენებლობა, საკითხი ეს ჩვეულებრივი ბინა არ არის თბილისში ან ბათუმში, რომ აიღო და გააქირავო. ისეთ რამეზეა საუბარი, რომელიც ძალიან ძნელი ასაშენებელია და კიდევ უფრო ძნელი სამართავია. ეს რომ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების პირობებში კომერციულად მიმზიდველი იყოს, ვიღაცა უკვე გამოჩნდებოდა და ააშენებდა და შემოსთავაზებდა კარგ წინადადებას და გაქირავება და ამდენი დავიდარებაც არ იქნებოდა საჭირო. ეს პირველი აქედან დავიწყოთ. მეორე, მე ვერ საინტერესოა ჩინელებთან რატო ჩავარდა პროექტი. თვითონ სტრატეგიული პარტნიორები არიან, ზად იყვნენ, მაგრამ არც ჩინური ვარიანტი გამოვიდა. არ ვიცი და თავს მოვარიდებ სპეკულაციას, ამ პროექტზე დავკონცენტრირდები. პირველი აშენებაში ვერ ვხედავ კომპეტენციას ამ რთული პროექტის განხორციელების. სამტრედია გრიგოლეთის ხიდზე ვთქვი და მეწყერზე ცოტა ხნის წინ ვიხილეთ ხარაგაულში და ახლა სანამ თქვენთან მოვედი, ათობით ორმოარის გზებზე. ეს გააკეთონ, მაჩვენონ, გვაჩვენონ საზოგადოებას, რომ ელემენტარული უნარჩვევები აქვს, ეს ერთი. მეორე, კორუფციის წვიმაში, პატარა წვიმაში თბილისი არ იტბორებოდეს, ხო? კი ბატონო, კორუფციის სკანდალზე გორდება. და სახელმწიფო საწარმოების ცუდ მართვაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდი მუდამ მიუთითებს. მუდამ რეგულარულად მათ ანგარიშებში რეგულარულად წერია. ეს რომ ეფექტურად მართონ 800-დან მილიარდ ნახევარ ლარამდე შესაძლოა დაიზოგოს. ერთხელ თავად ბატონი კობახიძე დაეთანხმა, ოღონდ ეს გამოიყენეს რაღაცა ხარჯების შემცირების გაკეთებისთვის, მისი იმიტაციისთვის უფრო. რეალურად სახელმწიფო საწარმოები ძალიან ცუდად ოპერირებენ და მათ ერთხელ უკვე დაარღვეს ის დოქტრინა, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს კომერციულ ოპერაციებში და აგერ ცდილობენ არაბულ კომპანიას ჯიბეში ჩაუდეს ფაქტობრივად ქართული მიწა 1 მილიარდამდე დაახლოებით დოლარის ღირებულების, ის რომ იმას არაფერი ჩაუდია და 2/3 წელი იმას დაუთმეს. ანუ ასე მართავენ ესენი სახელმწიფო ქონებას ერთი და მერე პირდაპირ კონკურენციაში შედიან ბიზნესთან. ამ ნაწილში ხა სახელმწიფო რო ააშენებს და გააქირავებს, ბევრი კითხვა აქვს, ესე იგი მშენებლობის საკითხს კონკურენციაში როგორ შევა თვითონ სახელმწიფო და ჯობდა რომ ოპერატორს ექირავებინა, ვინც უკეთესად იცის რა და როგორ დააგეგმაროს. საბჭოთა ბინები მაგონდება, აი საბჭოთა ბინებს რომ აბარებდნენ უფროსი თაობის მაყურებლებს თქვენსაც ემახსოვრებათ. მე რემონტს თავიდან აკეთებდა ხოლმე ადამიანი იქ შესული. ასეთი რაღაცა და იმის რემონტი და გადაკეთება თქვენ წარმოიდგინეთ. ხო? ახლა ხო, თუმცა ხელსრულას მოყავს ხო სხვა მაგალითები, რომ არსებობს სოფლიოში ბევრი ასეთი პრეცედენტი, როცა
სახელმწიფოა მე პატრონი ასე ვთქვათ. პრეცედენტი ბევრი რამეს არსებობს და იმ ქვეყნებში კარგად სადაც იმართება, იქ არსებობს კვალიფიციური კადრები და კვალიფიკაციაზე რო ვილაპარაკოთ, შევხედოთ ჩვენი პრეზიდენტის კვალიფიკაციას, შევხედოთ თავრობის წევრების კვალიფიკაციას, ვინც მოთავსებული არიან იმ სავარძელებში იმ ადამიანების კვალიფიკაციას. შევხედოთ კიდევ ვიძახი მათ კორუფციის კვალს, რომელიც ერთი მეორეს ემატება და როგორ კიდევ ყოველ ჯერზე წინა იყო დამნაშავე და ისე ლაპარაკობენ, გეგონება ჩვენ დავნიშნეთ ის მინისტრები და ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ახლა საპატიმროშია, წინაზეც კორუფციის მსგავს საუბრებზე იყო გაშვებული სამსახურიდან და მერე უკან დაბრუნებული, ხო? შემდეგ კიდევ ვისაუბროთ რკინიგზის მაგალითად კორუფციაზე სახელმწიფო საწარმოების მაგალითი ახლა დასაჭერად დასდევენ იმ ადამიანს. ანუ ასეთი დონის მმართველები არიან. აქ საუბარია კომპეტენციის პრობლემაზე, აქ საუბარია კეთილსინდისიერების პრობლემაზე და აქ საუბარია ზემოდან ზეწოლის გაძლების ფაქტობრივად ამ ხალხში შეუძლებლობაზე, იმიტომ რომ ისინი ასრულებენ ყველაფერს, რაც ზემოდან ჩამოდის ერთი კაციდან და უამრავი რამე იჭირდება, ასე ჩანს უკვე, იმიტომ რომ იმ ერთ კაცს უნდა შეავთანხმონ ყველაფერი. ხო, ну თავიდან თითქოს პრობლემა იყო, ხო, რომ ამერიკელები როცა ამერიკელებთან ერთად შენდებოდა, როცა თქვათ ეს ხაზარაძე აკეთებდა ამ პროექტს, იქ ითქვა რომ რაღაც ითხოვენ კონკრეტულ თანხას საგარანტიოს და ეს არის პრობლემა 50 მილიონი თითქოს გახდა მაშინ. პრობლემა ახლა გეუბნება რომ 200 მილიონს დახარჯავენ დამატებით და ამ პორტს ააშენებენ 2020 წელს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ 2020-ში უნდა გახსნილიყო ეს პორტი და 2029-ში გვაქვს დაპირება. მაგრამ ხელისუფლებას იმედი აქვს რომ რადგან ეს ახლა შუადერაფანი არის აქტუალური თემა, შესაბამისად გამოვა ეს პროექტი. შუადერეფანი დიდი ხანია არის აქტუალური და ოდნავ შორსხედველი ადამიანი ადრეც დაინახავდა და ისე ვიმეორებ, მათ შეგნებულად შეაჩერეს და ჩაკლეს ეს პროექტი. შეეცადა ყოველ შემთხვევაში მიაძინეს, ასე ვთქვა, დიდი ხნით და საქართველოს წლები დააკარგინეს. იმ პროექტის ავკარგიანობაზე არ ვსაუბრობ, უბრალოდ გზა უნდა მოძებნილი იყო აქამდე ნორმალური მმართველის პირობებში და მოდით ახლა შევხედოთ, როგორ მართავენ კაპიტალურ ინვესტიციას. წელს პირველ 5 თვეში განხორციელებული კაპიტალური ინვესტიციები შაშანდელს 40%-ით ჩამორჩება და ეს 5 თვე მთლიანი წლიური გეგმის 16%-ია. ასე ჩანს, რომ ივნისში მაინც და მაინც არაფერი არ გააქტიურებულა და გამოდის, რომ კაპიტალური დანახარჯების გეგმის 80% წლის მეორე ნახევარში აქვს დასახარჯი. ეს როგორ გესახებათ, ბატონო მერაბ და მაყურებლებო, როგორ გესახებათ ასეთი კორუფციის არაკომპეტენტურობის პირობებში ნაჩქარებად ჯერ ერთი კითხვა შეძლებენ თუ ვერ შეძლებენ საერთოდ ამის გაკეთებას და მეორე როგორი ხარისხით გაკეთდება და მესამე სად წავა ის ფული. ეს მე ხშირად უემოციოდ საუბრობ ხოლმე, იმიტომ რომ მივეჩვიე ვინ არიან, ვისთან ამაქვს საქმე და თანმიმდევრულად მუშაობ და ვცდილობ რომ არც გავბრაზდე, ბრაზი არ არის კარგი ემოცია, სასარგებლო. ამავე დროს ეს ჩვენი ადამიანების ფული იპარება. მათ მოშალეს საერთოდ კონტროლის სისტემის სახელმწიფო აუდიტი მოშლილია მე იქ მუშაობდი ვიცი რაც არის და ანგარიშებიც წამიკითხე და სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტში იყო იმ სამსახურის ხელმძღვანელი და აშკარა იყო იმის სიტყვებიდან რომ უფლებამოსილებების ნაკლებობა აქვს პროკურატურა ჯიბეში აქვს ჩასმული და ნებისმიერი მაკონტროლებელი სტრუქტურა სუს არ ბენინებენ სუპერმარკეტების შესამოწმებას ანუ ასეთ ქვეყანაში რის მშენებლობაზე ჩაქუჩით ლურსმის ჩაჭედება მაჩვენე კოსმოსურ ხომალდებზე რომ ელაპარაკები რა აი ამას ვიტყვი ესე მეტაფორულად ხო ესე იგი ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის ხელისუფლებასთან საქმე რომელიც პირველი არ ზრუნავს ხალხზე და არ უყვარს ხალხი და მეორე არაკომპეტენტურია ძირფესვიან და მესამე სრულიად დაქვემდებარებულია ერთი ადამიანის კონტროლს და იმ ადამიანის ბევრი გადაწყვეტილება ასე ჩანს რომ ადეკვატურობა ხო და იქნება ახლა გაუშვება ადამიანის სრულიად ბოლოს აშენდეს ადეკვატურობა ბადებს კითხვის ნიშნებს ბატონო მერაბ უკვე იმ ადამიანის და ამის თქმასაც ვერ ბედავენ სახელს ვერ ამბობენ კორუმპირებულიო წინა პრემიერ-მინისტრიო რაგვარი იყო ღარიბაშვილი ვერ ამბობენ ამ სიტყვას სახელს ვერ არქმევენ რომ ადამიანი კორუმპირებული იყო და ამას რო ვერ ამბობს ადამიანი იმისგან როგორ უნდა დაიჯერო. კიდე სხვა რამეებს შევხედოთ. აი ოლიგარქიაში ვცხოვრდა. რა არის ოლიგარქია? ნახეთ. საქართველოს 11 ყველაზე მეტად რომ მოსახლეობა იკლებს
რაიონის რაც რაღაცა დაარქვეს დეპუტატი კი არა რაღაცა რწმუნებული თუ რაღაცა პარლამენტის არჩევნის რაღაცა გამოგონილი სახე რომ დაარქვეს იმ 11-დან 7 არის წარმომადგენელი იმ 11-დან 7 არის მილიონერი და იქ ხალხი უპერსპექტივობით და სიღარიბით სულს ღაფავს და ესენი მილიონერები არიან 10-დან სადაც ყველაზე მეტი ადამიანია პროპორციულად დოტაციაზე, დოტაცია რა დახმარებაზე მესტიაში 60% მაგალითად და 40%-ზე მეტი აი 11-დან 10 რაიონში წარმომადგენელი მილიონერია და პარლამენტში ზის. აი ეს არის ოლიგარქია. და რაც წეგან ვისაუბრე ერთი ადამიანის ნებასურვეს დამოკიდებული ეს მთელი სისტემა და ეს არაეფექტურობა და კორუფცია, აი ეს არის ოლიგარქია. აი მას ხო, ნუ ამიტომაც გაიწელა ალბათ, ხო ეს ყველაფერი 10 წელი და 10 წლის განმავლობაში არ აშენებულა. გაინტერესებს შუადერეფანის პერსპექტივას რამდენად ხედავთ იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთი დაძაბული ურთიერთობა ევროკავშირთან და დასავლეთთან ზოგადად. რამდენად შეიძლება ჩვენზე გაიაროს ამ ფონზე შუადერეფანმა, ნუ ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ კი აქვს და რაღაც დაძაბული ურთიერთობა ევროპას ჩვენთან, მაგრამ პრაგმატული ინტერესი გადაწონის და როგორც აი აზერბაიჯანს ეპარტნიორებიან, უბრალოდ იმისა რომ იქ არ არის თქვა დემოკრატია, ჩვენს ასე გააგრძელებენ პარტნიორობას და ეს პრაგმატული ინტერესიდან გამომდინარე შეიძლება პოლიტიკური მოკავშირეები არ ვიყოთ ევროპასთან, მაგრამ ეკონომიკური მოკავშირეები ვიქნებით. აი ძალიან კარგად ჩამოვაყალიბე და ეს არის ზუსტად მათი სურვილი. მიმიღე როგორიც ვარ და არც მინდა სინამდვილეში შენთან შემოსვლა, ყველაფერს გავაკეთებ ევროკავშირო, ასე იქცევიან, რომ შენ თვითონ თქვა უარი და მე შენ დაგაბრალო. ამასობაში შენ გჭირდება რომ აქ რაღაცები გამოატარო, მე შენ ამას ბრალს ვკდებ რომ იყენებ და რაღაცა, მაგრამ ეს საქართველოს სიკეთე ბუნებრივი რომელიც გვაქვს, იმისთვის კი არ მინდა რომ ხალხს მოვახმარო, მე მინდა რომ ჩავიჯიბო და მე მინდა რომ მაგრად ვიჯდე და გავმაგრდე ამ ქვეყანაში. აი როგორც მაგალითად ენვერ ხოჯა იჯდა 40 წელი დიქტატორად იქა. თუ ეს პატარა ქვეყნის მაგალითი ავიღო და აი ეს არის ამათი არსი. ანუ სათავისოდ ქვეყნის გამოყენება და ძალიან უშნო და უხეში პროპაგანდა და ხალხის გაბრუება და ხალხის ხელოვნური დაჩლუნგება, რომ ამას ვერ მიხვდე, მაგრამ საბედნიეროდ ადამიანები ამას უკვე ხვდებიან ბატონო მერაბ, ფარდა აქვს ახთილი, ჩემი თვალით ხედავ, ახლა დავიწყე რეგიონებში სიარული და ადამიანთან უშუალო საუბარი და ჩემი თვალით ხედავ, რომ ადამიანები ხვდებიან ვისთან აქვს აქ. ხო, ეს რაში გამოიხატება? რაში გამოიხატება და 100 დაახლოებით ადამიანს ვესაუბრე ცოტა ხნის წინ ზუგდიდის რაიონის 8 სოფელში, პირადად სახლებში, რაღაც მაღაზიაში. ეს ადამიანები ამ საუბარში მკაფიოდ ჩანს, რომ არ უნდათ ეს ხელისუფლება. ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც მომხრე ყველა დანარჩენი ეძახის, რომ შეცვლა უნდათ ან ძალიან უნდათ შეცვლა. ანუ აი ესეთი მდგომარეობა გვაქვს. ბევრი არის ეგეთი, ვინც მაგას ამბობს, მაგრამ მე ამბობს, რომ ალტერნატივას ვერ ხედავს და ისევ მიდის 20-ს აძლევს ხმას. ეს არის მათი მთელი ქმედება, რომ დაშალონ, დაქსაქსონ, ერთმანეთს წაკიდონ. თქვენ თუ გახსოვთ დათა თუთაშხიაში ის სეთურიროებნება აცინეთა სტადიო შენო იმათო ისე უთხარიო და იმას პირიქით ასე უთხარო და ეს ხალხი ერთმანეთს აშხობს და ისედაც არაკლია, არ გვაკლია ქართველებს არც ტემპერამენტის სამწუხარო ჩვენ საზოგადოებას არაკლია ეჭვიანობა, გაუტანლობა ერთმანეთის სამწუხაროდ ვიცახ. ეს ჩვენი ცუდი თვისებებია, კარგი თვისებები მრავლად გვაქვს და მჯერა რომ ეს თვისებები გაიმარჯვებს. და აი ეს მწიფდება ნენელა, მე ამას ვკაფიოდ ხედავ. ამავე დროს ოლიგარქიის კვალი უკვე აშკარა არის და უფრო ამიტომაც რომ ადამიანებმა თვალი აიხილათ. ეს კიდევ საინტერესო თემა არის, რომ ამ მე ვახსენე ხო პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში, სადაც ის ამაყობს ეკონომიკურ ზრდით, ამაყობს იმის, რომ საშუალო ხელფასი გაიზარდა და ნუ ციფრებში და მონაცემებში თითქოს აქვს უპრეცედენტო წისვლა აქვს. მართლაც 2020-დან მოყოლებული დღემდე მაგრამ მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება, ანუ იმის მაგალითად რომ პირიქით იზრდებოდეს მათი კმაყოფილება, პროცესი პირიქით არის, ხო? ამ რაღაცა აღმავალ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის ფონზე მოსახლეობის უკმაყოფილებაც იზრდება კმაყოფილების მაგალითად. რატო თქვენ როგორ ფიქრობთ? ბატონო და რა არის ხარჯი არის ეს ეკონომიკური ზრდა? მარტო ორმოების და ხიდების შენებლობის ხარჯი არ იქნება, რა? ნამდვილად საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი უჩვეულოდ ჩქარა იზრდება. ჩვენი საშუალო ზრდის ტემპი დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდიდან არის 5% და ამ ბოლო წლებში თითქმის 10%-ით 22 წლიდან იზრდება. ამის ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის რუსეთის შეჭრა უკრაინაში, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა აქ ჯერეთი ადამიანები გადმოსახლდნენ და ბევრი ბიზნესი მოიტანეს და მოხმარება მოიტანეს. მეორე შუა კორიდორი გახდა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, მესამე რუსეთთან ვაჭრობა გახდა უფრო მნიშვნელოვანი, ანუ მათთან ფარული ექსპორტი, ვითომ ყირგიზეთში გადის ავტომობილები და გადის რუსეთში. ნუ ვიღაცა იტყვის რომ ბულშოულობ ამითი და რა გინდა, მაგრამ ფაქტებს ვიძახ.
სახე ეს მოტანილი იღბალი ძალიან ბევრი საინფორმაციო ტექნოლოგიის კომპანია საქართველოში დარეგისტრირდა და იმის მუშაკები ნაწილი არ ჩამოსახდა, მაგრამ ნაწილი საზოგადოებრივ არის, ბიზნესით საზოგადოებრივ არის და აქ უბრალოდ აღირიცხება ეს ციფრები. ანუ ამ ზრდის ნაწილი რეალურია და ნაწილი ქაღალდზე არის და სარგებელი ნაკლებია, მაგრამ ფაქტობრივად რაღაც სტანდარტებში ჯდება, რომ ეს ზრდა დიდია. მანიპულაციები რამე რომ არსებობდეს, ამაში ბევრი ფიქრი მაქვს ამაზე, მაგალითად ასე აღმოჩნდა, რომ უნგრეთს თურმე ორჯერ მეტი ბიუჯეტის დეფიციტი ქონია, ვიდრე ამას ამხელდა. ანუ როგორღაც მალავდა და ეს პირველი შემთხვევა არ არის. ანუ ასე რაღაც მე დიდი ხანია ხა ეკონომიკას უყურებ, ხო, რაღაც 3 წელზე მეტია და ამ ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე და აღმოჩნდება ხოლმე როგორც მერე, როდესაც ასე იშლება კონტროლის სისტემების დამალვის დიდოსტატები ხდებიან, მაგრამ დავანებო თავი ეხეს დაშვებას და სპეკულაციას, რაც ფაქტია, რომ ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი დაახლოებით თქვა 9%-ით იზრდებოდა თქვა საშუალო ეკონომიკა, იქიდან დაახლოებით 3 არის ქაღალდზე, რომელიც ტექნიკურად ეკუთვნის, მაგრამ საქართველოს ნაკლებად ასარგებლებს. დანარჩენი იმ 3-დანაც რაღაცა მოდის, ეხლა ბოლო წლებში მაგალითად და დანარჩენი 6 ცოტა მეტი შეიძლება რეალური ზრდის, მაგრამ ახლა ამის განაწილება შევხედოთ. თქვენ ძალიან საშუალო ხელფასი. მედიანურ შევხედოთ, იმიტომ რომ ჩვენ ორნი ვართ, ხო, თქვენ გაქვთ მილიონი ხელფასი, მე მაქვს 100 ლარი ხელფასი. ჩვენი საშუალო 9 მილიონია. მე როგორი კმაყოფილი ვარ ამ სიტუაციაში, ხო? აქ საუბარია მედიანური, რომ 3 კაცი რო ვარ და 100 რო გვაქვს ორს და მესამეს რო აქვს მილიონი, ის 100 უნდა ჩანდეს, ხვდები და აი ეს მედიანური ხელფასი საქართველოში 1300 ლარია. საქართველოში ყავს 600.000 უმუშევარი. ეს არის სამუშაო ძალის 30% და ციფრს აჩვენებენ 13% უმუშევრობის, იმიტომ რომ აქ ნამდვილად ციფრების მანიპულაციას აქვს ადგილი. იმიტომ რომ ხელოვნურად აქვს გამორიცხული ადამიანების სამუშაო ძალიდან. ჩვენთან სამუშაო ძალის მონაწილეობა პარამეტრი ძალიან დაბალია. 50-ზე ცოტა მეტი პროცენტი არის მონაწილეობა სამუშაო ძალაში. ეს დაბალია, იმიტომ რომ ადამიანები, ვინც იმედი დაკარგა უკვე რომ სამუშაოს მოძებნოს, თორე ისე უნდა მუშაობა, ის ადამიანები არ ითვლებიან სამუშაო ძალაში და იქიდან ითვლიან პატარა ციფრიან. სწორედ ეს არის ასეთი დიდი ემიგრაციის მიზეზი, რომელიც მეორე დიდი უბედურება საქართველოსთვის. რეალური ადამიანებისთვის, დემოგრაფიისთვის, ოჯახების დაყოფისთვის, მაგრამ ეს მათ არ ანაღლებს, იმიტომ რომ იქიდან ბევრი ფული ირიცხება ამ ადამიანების შესანახად, თავისთავად და ფული მოდის, ლარი მყარდება, ეს ფული აქ იხარჯება და ისინი კმაყოფილი არიან და ესა საქართველოზე ზრუნვაა თუ თავის ჯიბეზე ზრუნვაა და ციფრებით გაბრუებაზე საუბარი. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ციფრია, რომ საქართველოს მოსახლეობის 45% ცხოვრობს $8 ნაკლებზე დღეში. ამისთანა ქვეყნისთვის, ანუ საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნისთვის, რითაც თავს ვიწონებთ, ეს ძალიან ცუდი ციფრია, კატასტროფულია $8 დღეში. ანუ ამ ადამიანებს არსებობენ ეს ადამიანები და არ ცხოვრობენ, აი ეს ამბავი.